გამარჯობა. დიდი მადლობა ყველას, რომ მოხვედით. მე ვარ ლიკა ჭკუასელი, თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის დირექტორი და დღეს მოვყვებით 2023 წლის შედეგებს. ფონდი დაარსდა 2023 წლის გვიან გაზაფხულზე და საიდან გაჩნდა ფონდის დაარსების იდეა. 8 წელია რაც დავბრუნდი საქართველოში და მას შემდეგ ვაკვირდები თანამედროვე ხელოვნების სცენის განვითარებას თბილისში. საკმაოდ კარგი შედეგი გვაქვს, შეიძლება ითქვას, თუმცა სულ მქონდა განცდა, რომ ეს განვითარების ტემპი თითქმის სულ იყო დაყრდნობილი კერძო ინიციატივებზე, რაც ხშირად არათანმიმდევრულ ერთჯერად, ანუ მოკლევადიან შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ხედავდი აუცილებლობას გაჩენილიყო სახელმწიფო ინსტიტუცია თანამედროვე ხელოვნების, სახელმწიფო დაფინანსებით და შეგვემუშავებინა მოდელი, რომელიც იქნებოდა ახალი სიტყვა ლოკალურად და აღარ იქნებოდა ინდივიდუალურ ენთუზიაზმზე დამოკიდებული. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის არ ქონის, მაგრამ ძალიან დიდი საჭიროების პირობებში ვეცადეთ შეგვემუშავებინა მოდელი, რომელიც ერთის მხრივ ხელოვანებს უბიძგებდა ემუშავათ უფრო მასშტაბიან იდეებზე და ნამუშევრებზე, მეორეს მხრივ კი მოგცემდა საშუალებას ხელოვნების უფრო ფართო და მრავალფეროვან აუდიტორიამდე მიტანის, ანუ ყველამდე მიტანის მთელი ქალაქის მასშტაბით. მე მგონი საკმაოდ იმედისმომცემი დასაწყისი გამოგვივიდა, ძალიან ბევრი რაღაც შევძელით ამ მოკლე დროში, 8 თვეში, რაც დავიწყეთ ფუნქციონირება. ეხლა გადავცემ სიტყვას ელენე კაპანაძეს, რომელიც არის ფონდის პროექტების მენეჯერი და რომელიც გვესაუბრება ფონდის ხედვაზე, განხორციელებულ პროექტებზე, მიზნებზე, მისიაზე და სამომავლო გეგმებზე. და ასევე მინდა გაგაცნოთ ირუ ჯორჯაძე, რომელიც ჩაიბარებს მომავალი წლიდან საგანმანათლებლო პროგრამას და მოგვეყვება იმ მასშტაბურ და ინტენსიურ გეგმებზე, რომლის განხორციელებასაც გეგმავთ ამ კუთხითაც. მადლობა მობრძანებისთვის. გაგაცნობთ თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდს, შევაჯამებთ მის საქმიანობას და მე უკვე პანელური დისკუსიების საშუალებით გაგაცნობთ უფრო დეტალურად პროექტებს, რომელიც წელს განვახორციელეთ. ფონდი დაარსდა 2023 წელს თბილისის მერიის მიერ და მისი იურიდიული სტატუსი არის IP. დაფინანსება მოდის მუნიციპალური ბიუჯეტიდან და რამოდენიმე ესეთი დიდი მიზანი დავისახეთ ფონდისთვის, რომ მისი მუშაობის შედეგად რომ მიგვეღწია. პირველ რიგში ეს არის თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ცნობიერების ამაღლება ხელოვნების შესახებ და ხელმისაწვდომობის გაჩენა ასევე. ამიტომ გადავწყვიტოთ, რომ გამოსულიყავით ინსტიტუციონალური ჩარჩოებიდან და გადაგვეტანა ხელოვნება საჯარო სივრცეში, იქ სადაც 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანი ირევა და რაღაცნაირად ეს ხალხი გადაგვექცია უნებლიეთ გამოფენის დამთვალიერებლად. ამის შედეგად ვფიქრობ, რომ ხელოვანებსაც ვაძლევთ საკმაოდ უნიკალურ შესაძლებლობას, რომ იმუშაონ ახალ კონტექსტებზე, ახალ მასშტაბებზე, ახალ აუდიტორიებზე და ჩვენი მიზანიც არის, რომ მათთვის შექმნათ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები, რომ მათი ყველაზე ამბიციური და საინტერესო იდეები განხორციელდეს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან როლს ვუთმობთ ქალაქის ქსოვილზე ფიქრს და ვცდილობთ, რომ რაღაცნაირად ეს კულტურული მარშრუტი გავაფართოვოთ, ხელოვნება გავიტანოთ ცენტრს გარეთ. შექმნათ ახალი მიმართულებები, ახალი სანახაობები. ერთ-ერთი იდეა, რაც მომავალში დავნერგავთ, არის ზუსტად ეს ქანდაკების პარკი, რომელიც მნიშვნელოვანი კულტურული ატრაქცია იქნება. მოგიყვებით, როგორ ფუნქციონირებს ფონდი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ რაღაცნაირად შეგვექმნა ინსტიტუცია, რომელიც მაქსიმალურად დემოკრატიული იქნებოდა თავის არჩევანში და გადაწყვეტილებებში. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ფონდი უნდა ყოფილიყო გრანტის გამცემი
ჩემი ორგანიზაცია ყველა განხორციელებული პროექტი უნდა აგვერჩია კონკურსის მეშვეობით, რას აკეთებს გუნდი. ირჩევს ლოკაციას, ირჩევს კონკურსის ტიპს, ამაზე მე მოგიყვებით რას ნიშნავს, ადგენს ბიუჯეტს, ხანდახან გვაქვს ხოლმე განსაზღვრული ხელოვნების მიმართულება, მაგალითად როგორც ბოლო კონკურსზე ეს იყო საუნდარტი. თემას არასოდეს არ ვზღუდავთ თემაში ხელოვანს, მაგრამ ყოველთვის გვინდა რომ რაღაცნაირად ნამუშევრის შემოთავაზებები და იდეები იყოს რაღაცნაირ კავშირში იმ ლოკაციასთან, სადაც ნამუშევარი იდეალურ შემთხვევაში უნდა განთავსდეს. შევიმუშავეთ ორი ტიპი კონკურსების, ეს არის საჯარო სივრცეში დროებითი პროექტების ხელშეწყობა და საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა. ამან შორის სხვაობა ის არის, რომ პირველი შემთხვევაში პროექტის შედეგად შექმნილი ნამუშევარი ხელოვანის საკუთრება ხდება, ხოლო მეორე შემთხვევაში ფონდის საკუთრებაა და ზუსტად აი ქანდაკების პარკი, რომელიც ვახსენე, სამომავლოდ იქ გადავა. როგორ მუშაობს ახლა თვითონ კონკურსები? პირველ რიგში ყველა კონკურსს აქვს თავისი კრიტერიუმები შეფასების, რომელიც ასევე საჯარო არის და კონკურსის პირობებში ყოველთვის გვაქვს გაწერილი და გვყავს ჟიური, რომელიც შედგება 6 წევრისგან, ესენი არიან ფონდის წარმომადგენლები, მერიის წარმომადგენლები, საკრებულოსი, მაგრამ ასევე მოწვეული ჟიური, რომელიც სფეროს წარმომადგენელია, რომ რაღაცნაირად ყველა განცხადება სხვადასხვანაირად იყოს განხილული, სხვადასხვა ასპექტით შეფასდეს. ესენი არიან ჩვენი წლევანდელი კონკურსების ჟიური, ბევრს იცნობთ აქედან. ვფიქრობ, საინტერესო შედეგებიც დადგა, ამაზე ცოტა ხანში მოგიყვებით. ასევე მნიშვნელოვანი ასპექტი ფონდის მუშაობის არის ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ და მუშაობთ ინტენსიურად, რომ სხვა კუთხით წარმოვადგინოთ და სხვა კუთხით გავზარდოთ ცნობიერება ხელოვნების შესახებ და უფრო მეც მოგიყვება ირუ ამასთან დაკავშირებით, რომელიც არის საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. მოგესალმებით, მე ვარ ირინე ჯორჯაძე და ერთი თვეა რაც შევუერთდი ხელოვნების საჯარო ფონდს, ანუ ამ ერთ თვეში რაც მოვასწარით, რის გაკეთებას მოვასწარით, ამაზე მოკლედ მოგიყვებით და ასევე მოგახსენებთ თუ რა გეგმები გვაქვს მომავალში. ხელოვნების საჯარო ფონდს, როგორც ასევე ელენემ თქვა, აქამდეც ჰქონდა საგანმანათლებლო მიმართულებით გარკვეული სამუშაო ჩატარებული და ეს იყო უფრო ესეთი ღია, საჯარო სივრცეში ხატვის თავისუფალი ეს შემოქმედებითი ღონისძიებები, ესე ვთქვათ. ჩვენ დეკემბერში დავიწყეთ მუშაობა უფრო შეიძლება ითქვას მიზნობრივად და ამ შემთხვევაში ორ ნამუშევარზე ვიმუშავეთ და ვიმუშავეთ, რა თქმა უნდა, უშუალოდ თვითონ უკვე კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრებიდან გამომდინარე. ერთი შეხვედრების ციკლი ჩავატარეთ გლდანში და გლდანში ჩატარებული შეხვედრების ციკლი ეხებოდა ნატო ბაგრატიონის ნამუშევარს ყვავილები ყოველთვის ხელმისაწვდომია და მეორე ქეთუთ ალექსი მესხიშვილის ნამუშევარს, რომელიც 300 არაგველის მეტროშია. ამგვარად ჩვენ მოვიფიქრეთ, რაც შეხვედრის ფორმატი სკოლის მოსწავლეებთან პირველ შემთხვევაში უფრო დაუკავშირეთ თემატიკას ნამუშევარი ნატო ბაგრატიონის შემთხვევაში და ნატო ბაგრატიონთან ერთად ვიმუშავეთ სკოლაში და ეს თვითონ შეხვედრები მოვიფიქრეთ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის. მეორე შემთხვევაში ეს იყო საბაზო კლასის მოსწავლეები და იქ უშუალოდ ფოტოგრაფიაზე ანა ფატლაძე ჩაატარა ესეთი ზოგადი შეხვედრა. უფრო რა თქმა უნდა, უფრო შინაარსობრივი, ვიდრე დავუშვათ შემოქმედებით სამუშაოზე ორიენტირებული, ასაკობრივი თავისებურებების და პედაგოგიური მიდგომის გათვალისწინებით. ეს 12 შეხვედრა იყო, რაც წელს ჩავატარეთ. ეს უკვე რაღაცნაირად ჩემი აზრით გვაჩვენებს იმას, თუ რა მიმართულებით შეგვიძლია მომავალში, ან რა მიმართულებით გვინდა მომავალში, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, იმიტომ რომ ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია საჯარო, როგორც ელენემაც აქამდე თქვა, ხელოვნების შემთხვევაში, ხო არის მისი ხელმისაწვდომობა. ერთი მხრივ ის საჯარო სივრცეშია და ყველა ხედავს და რაღაცნაირი ურთიერთობა ნამუშევრებთან არის შესაძლებელი. მეორე არის თვითონ ამ ნამუშევრების
ასევე პოტენციალის გამოყენება საგანმანათლებლო კუთხით და უფრო მეტი რაც საყოველთაობის გაჩენა ამ ნამუშევრის გარშემო, ხო? ამიტომ ეს შეხვედრები არ არის ჩვენთვის დაუშვათ ის, რომ ჩვენ სადღაც მივდივართ და ვინმეს უხსნით რა არის ნამუშევარი, რის შესახებ არის ნამუშევარი. არამედ როგორც თვითონ საჯარო ხელოვნების ნამუშევრის გარშემო დაუშვათ ეს ხო არ არის რაღაც ჰაერში გამოკიდებული ესთეტიკური ობიექტი, ხო? ქალაქშია რაღაცა და ქალაქი თავისთავად ბევრ ამას ნიშნავს, ხო? სივრცეს გარშემო, ადამიანებს, რომელიც ყოველდღე ამას ხვდებიან, სატრანსპორტო კვანძებს, ძალიან ბევრ ამას, ხო? და ჩვენ ვცდილობთ რაც ერთ ნამუშევრიდან ისე გამოვიდეთ, რომ შევქმნათ სივრცეები, ადგილები, სადაც ამაზე საუბარი იქნება შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ არა მარტო უბრალოდ მოსწავლეებს შევხვდით და მათ რაღაც შევთავაზეთ საინტერესო სასიამოვნო აქტივობა, ესე ვთქვათ. არამედ ვიმუშავეთ მასწავლებლებთან ერთად, რომ რაღაცნაირად ეს ნამუშევრის გარშემო რაც დიალოგის პრინციპით გვემუშავა, ხო? ერთმანეთისგან გაგვეგო, რა გვინდა რომ იყოს ქალაქში, როგორი გვინდა რომ იყოს ქალაქი, როგორ წარმოგვიდგენია ზოგადად ხელოვნება ქალაქში და საჯარო სივრცეში, იმიტომ რომ აქაც ხო ბევრი ინიციატივა არსებულა აქამდეც, ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ხშირად იყო რაც ინდივიდუალური ინიციატივები, ანუ ამ მხრივ მათ მნიშვნელობას კი არ უკარგა, უბრალოდ არ არის საკმარისი მასშტაბი ამ შემთხვევაში და ასე ვთქვათ, გასაქანი იმის, რომ უფრო ფართოდ იმუშავო. სამწუხაროდ ხშირად ეს ინიციატივები იქნება ეს, არ ვიცი, კინოჩვენებები საჯარო სივრცეში მოზარდებისთვის განხორციელებული ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა, რაც ერთად აღიქმება ხოლმე საერთო ჯამში, იმიტომ რომ ერთჯერადია. მუნიციპალური საგანმანათლებლო საჯარო ხელოვნების ფონდი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო სისტემურად ვიმუშაოთ და მაგალითად იგივე მასწავლებლებისთვის ან ფართო გაგებით კულტურის მუშაკებისთვისაც შევქმნათ ერთი მხრივ რაღაცნაირი ესეთი უფრო სტაბილური ხელმისაწვდომობა კულტურაზე და ეს საყოველთაობის პრინციპი უფრო გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაშიც მაგალითად, როდესაც თანამედროვე ხელოვნებაში მომუშავე ადამიანი ან კურატორი მიდის სკოლაში, თითქოს მას ყოველდღიურობაში არაფერი აქვს საერთო ხელოვნების მასწავლებელთან, ან როგორც მუსიკოს, თითქოს ჩვენ ყოველდღიურობაში ნაკლები აქვს საერთო არ ვიცი, სცენის ამწყობ ჯგუფთან, ხო? და ეს კავშირები მოსაძებნია და აი ეს საგანმანათლებლო მიმართულება გვაძლევს ამის საშუალებასაც და ამიტომ აი მოკლედ გეტყვით რა მიმართულებით გვინდა ვიმუშაოთ, ეს ერთი არის უშუალოდ თვითონ სკოლებთან, მასწავლებლებთან მუშაობა, იმიტომ რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყველა სკოლაში და ყველა კლასში ვერ შევალთ, როგორც ეხლა რამდენიმე ადგილას შევედით რამდენიმე სკოლაში და ვიმუშავეთ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მასწავლებლებისთვის შევქმნათ რაც ამ მდგრადი სერვისი, იგივე საგანმანათლებლო პროგრამების მხრივ, საჯარო ხელოვნების და თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით. ჩვენ შეგვიძლია რაც ერთ გავცდეთ აი ამ ესთეტიკური მსჯელობის და შემოქმედებითი აქტივობების ფორმატს, რომელიც ზოგადად საგაკვეთილო ან არა კლასგარეშე სივრცეებში არსებობს, გავცდეთ ასევე ასაკსაც და სხვა ტიპის საგანმანათლებლო სივრცეებთანაც ვიმუშავოთ და ასევე თვითონ საჯარო სივრცეზე ფართო მნიშვნელობით, ხო? ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ და ჩვენც ეს წარმოგვიდგენია უფრო სწორად, რომ შეიძლება ეს იყოს სათამაშო მოედნებზე მუშაობა, არქიტექტორებთან მუშაობა, ეს იყოს პარკებზე მუშაობა და ერთად რაღაცნაირად წარმოდგენა იმის, რომ როგორი შეიძლება იყოს ქალაქი ამ მნიშვნელობით, აი ამგვარი რაღაცნაირი საგანმანათლებლო პროგრამით მუშაობის დროს და რა შეგვიძლია ჩვენ აქ გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ეს არის მოკლედ რაც შეიძლება და მეთქვა, თუ მერე შეკითხვები გაქვთ, ან რაღაც იდეები გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ, ან ვისაუბროთ მერე მოგვიანებით. დიდი მადლობა. გაგაცნობთ 2023 წლის პროექტებს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბევრმა თქვენთაგანმა იცის. პირველი, რაც განმახორციელეთ იყო ქეთუთ ალექსი-მესხიშვილის ქართული ორნამენტი მეტრო 300 არაგველი, დავით ნათიძის წინააღმდეგობა ავლაბრის მოედანი, ნატო ბაგრატიონის ყვავილები ყველასთვის ხელმისაწვდომია გობრონიძის ერთი ეს გლდანი არის და ბოლო რაც ცოტა ხნის წინ გავხსენით არის საუნდარტის კონკურსი მეტრო რუსთაველის ესკალატორზე. შემდეგ წელს იანვარში გავხსნით გიორგი ხანიაშვილის
ქანდაკებას დროის ნაწნავები. ამ ყველაზე უკვე პანელური დისკუსიების ფარგლებში მოგიყვებით მეტს. და ვფიქრობ, კიდე საინტერესო რაც არის ჩვენი საჯარო პროგრამის ნაწილი და ესეც ცოტა ხნის წინ დავნერგეთ, ეს არის რეცენზიები, რომელიც იწერება ამ პროექტების შესახებ, რომელსაც ფონდი მხარს უჭერს. გვანსაჯგუშიამ დაწერა ქეთო ალექსი მესხიშვილზე, კოტე ბოლქვაძემ დაწერა დავით ნათიძეზე და დანარჩენებსაც დაელოდეთ ჩვენ საიტზე ვანთავსებთ ამ ინფორმაციას და შეძლებთ რომ უფრო საინტერესო და სხვა კუთხით გაეცნოთ ამ პროექტებს, რომელიც განხორციელდა. დიდი მადლობა და ახლა გადავალთ უკვე დისკუსიების ნაწილზე.